ამ თევს არ შევჭამე, თვალები აქვს გახელილი. ამისი პრეტენზიები რა. თვალდახურული თევზი საიდან მოგიყვანო ახლა ვერ გავიგე. აუ რა არის რა ნირიგი მოაგ. მეორადებში იყიდე? ესე იგი რა. ესეთი რაღაცა უნდა თქვა საჭმელზე, როგორ შეიძლება? გუშინ წინ ცალციკბენანო ბანანები რომ მოიტანა, იმაზე რო თქვი ამას თავმოყარება იმუნიც არ შეჭამსო. დედა ეგ ისეთი მკვახე ბანანი იყო, ხორცისდანი დავჭერე რო არ ეკბიჭებოდა. მოკლედ ეს თევზი არ იჭმება. რამე სხვა მოსაფიქრებელი თუ რომ მშვიდობი დავჭებით დღეს. და ეს თევზი ჩვენით მიყურებს. I'm just a friend. თქვენი ხუმრეთ და ისეთი კარგია თევზი მხედველობისთვის, გატენილია A ვიტამინით. თევზებს კაი მიხედველობა რო აქვს, იმიტომ აქვს გახელილი თვალები? ხო, და შეხედე ამ თევზს აქვს ცისფერი თვალები. ალბათ თავისუფლზე სიმპათიურიც იქნებოდა. როგორ უნდა მიხვდე, თევზი მწკვარელია თუ არა? რა მტკვარელი ბიჭო? ანუ მტკვარში დაიჭირეს თუ სხვაგან? არ ვიცი ახლა მაგას ეგრე ვერ გაიგებ. დედა ესამდენი თევზი თქვენ თუ არ ჭამთ და მე უნდა შევჭამო, გამომივალ აყუჩები და ეგ იქნება. ხო, ანუ უკეთ შემთხვევაში ქალთევზად გადაიქცევი. ავლებაში რო გადიხარ ხოლმე ჩახტები მტკვარში და გაყვები. ბენზინის ფული იზოგება მაგ დროს ძალიან მაგრა. ზუსტად ეგრე იყო ჩემი კლასელი სალომე ფურცელაძის დედა. მტკვარში გადაიქცა ქალთევზად და სალომე ამბობს ხოლმე. ნუ ახლა ეგ ნაწილობრივ არაა მართალი. ხა მტკვარი ხო, მაგრამ თავი მოიკლა მაგ.